მოგესალმებით, გთავაზობთ საიდუმლო კოსმოსური პროგრამების მონაწილეს დერილ ჯეიმსის რამდენიმე ვიდეოებს, სადაც ის თვითონ იძლევა ინტერვიუს იმ შოუში, სადაც სტუმრობს და თვითონაც მაგას კიდე აქვს არხი გახსნილი, სადაც პატიჟებს სხვა ინსაიდერებს და სადაც ყოფილი მონაწილეები საიდუმლო კოსმოსური პროგრამების ყვებიან თავის ისტორიას თავგადასავლებს. ახლა მე გთავაზობ თქვენ ჯეიმსის ვიდეო, სადაც ის ყვება თუ როგორ მოხდა ჯარში და საერთოდ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. ეს ვიდეო ჩაწერილია 23 წლის 10 თებერვალს. ჯეიმსმა დაიწყო მსახურება ამერიკის საჰაერო ძალებში იანვარში 1999 წელს და იმსახურა 7 წელი, მათ შორის 1 წელი ერაყში, მე-7 სამშენებლო მობილურ ბატალიონში 2023 წელს, როდესაც იმყოფებოდა ბაზაზე სამეფო საჰაერო სამხედრო ძალებში. მანგინია პორნოულდი მან გააგრძელა იმის გავლით, რასაც რკინის საძებნი მოწყობილობა ქვია. ეს იყო ტექნოლოგია, რომელიც ასკანირებდა ბიოლოგიურ მონაცემებს, მათ შორის IQ-საც, რომელიც დევით ჰქონდა 194. მალევე ის გახდა საიდუმლო კოსმოსური პროგრამების მონაწილე, გარანტირებული ადგილით ფრინავად მზის სისტემის პატრულში, მაგრამ სამფუტიან რეპტილოიდთან შეტაკების შემდეგ ის გაუშვეს მთვარეზე. სამყარო შენ ხარ, ხარ ჯონი. მთლიანობაში თქვენ ცხოვრებით მომენტამდე, როდესაც თქვენ აღმოჩნდით რაღაც სამხედრო ბაზაზე ინგლისში და ზუსტად ინგლისში თქვენ გაეცანით რეალობას, რომელიც გამოდიოდა ჩვეულებრივ ჩარჩოს მიღმა. დერილი ჯეიმსი პასუხობს: დიახ, ის ბიჭი პირველი კლასის მეთაური, ისიც მშენებელი, სიბი, როგორც მე, ის შეხვდა მე აეროპორტში და ჩვენ შევედით მაკდონალდსში. უკანა გზაზე ის ლაპარაკობდა სტივენ კინგის სტილში. სტივენს აქვს წიგნი, სადაც თემები მეორდება, მაგრამ რომ ამ ქალაქში რაღაც ისი არ არის, იგრძნობა, მაგრამ რა ხდება ზუსტად არ ვიცი და მას ასეთვე უცნაური მიდგომა ჰქონდა ამ ბაზის მიმართ და ამბობდა, ეს ძალიან უცნაური ბაზაა. რა მნიშვნელობით? ვეკითხები მე. არ ვიცი, ძალიან უცნაური ბაზაა, რაღაც ისტორიები დადის მის შესახებ, მიპასუხა სიბიმ. ისტორია იყო ჩემი პირველი გაცნობა ამ ადგილთან. მე ვარ მუშა ოჯახიდან, მამა ჩემი მუშაობდა ნაგვის მანქანაზე, დედა იყო
EVM-ის ოპერატორი, ჩემი ძმა კაცი კითხულობდა უიტლი შტრიბერის წიგნებს, მეც წავიკითხე ზოგი მათგანი, რომელიც მან სპეციალურად აღნიშნა ჩემთვის, მხოლოდ ეს, რაც ვიცოდი ამის შესახებ და უცხოპლანეტელების შესახებ. შემდეგ კაზარმაში ბიჭები ღიად ლაპარაკობდნენ ამ თემებზე, ვფიქრობ მე მამზადებდნენ გზა და გზა ამისთვის. ხდებოდა, რომ ამბობდნენ, შენ ნახე, ის რეპტილია ბაზაზე. ბაზა იყო მიწისქვეშ. მე ვფიქრობ, რომ რაღაც მიწისქვეშა ხვლიკები იყო, ის კი არ ვიცოდი, რა უნდა მენახა. ისინი აგრძელებდნენ, ხო, ერთი მათგანი მე ვკითხე. ნახე ერთი მათგანი, მე ვკითხე, რა? შენ ალბათ ახალი ხარ აქ. აქ მიწისქვეშ ცხოვრობენ რეპტილოიდები და მათ შეუძლიათ ლაპარაკი. მე სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ისინი კიდურებზე დადიოდნენ, გადაადგილდებოდნენ და როგორღაც ლაპარაკობდნენ. არა, მითხრა ბიჭმა, ისინი ორ ფეხზე გადაადგილდებიან, როგორც ჩვენ თავის ორ ფეხზე და მათ აქვთ ხელები და ამიტომ ისინი ამბობენ მოგრძო თავებით, რომ მათ აქვთ მოგრძო თავები და რომ ისინი მათ უყვართ ხელოვნება და მუსიკა და ისინი ფერწერას კოლექციონირობენ. ფერწერის კოლექციას აკეთებენ. მე ვფიქრობ, ის ლაპარაკობდა არდადაგებზე. ისინი არ ჭამდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჭამდნენ ადამიანებს. ისინი ამბობდნენ, რომ მათი IQ 200 უდრის და უფრო განვითარებულებ რეპტილოიდებს აქვს 300 IQ, რადგან მათი ტვინის ესე იგი, ტვინის მასა ცოტათი მეტია. ისინი სულ ასეთ თემებზე ლაპარაკობდნენ. მე ვფიქრობდი, ბიჭები, მე მეხუმრებოდნენ, იმიტომ რომ ახალმოსული ვიყავით. ეს მიზეზი მეჩვენებოდა ერთადერთი ახსნა მაგისა. მე ღამით სახურობაში ვიყავი დათვაში. ვახტა მქონდა 0 საათიდან 4 საათამდე და ჩვენთან იყო ერთი პირველი კლასის მეთაური, დაყუნთული ვურსთალა კაცი, ღია ფერის ულვაშებით. ჩვენ ვიჯექით იუტაში. მე ველოდებოდი შემდეგ შემოვლას 1 საათში, რომ ისევ გამეკეთებინა შემოვლა ბაზის. არის თუ არა სველი წერტილები და მან ეკრანზე თითით მიანიშნა და მკითხა, რას ფიქრობ ამაზე. ის აჩვენებდა შავ თეთრ გამოსახულებას ტიპიური რუხის არსებებისა, წამყვანი ხანი. ეს ხდება ბრიტანეთში დერილი ჯეიმსი, დიახ, ხან. რომელ წელს დერილ ჯეიმსი, მე ვიყავი ირაკში 2002 წელს, ალბათ 2003 წელს და მან მიანიშნა მონიტორს და მკითხა, შენ რას ფიქრობ ამაზე. მე ვიფიქრე, რომ ეს ფოტო არის ინტერნეტიდან, მაგრამ მან მითხრა ნახე და იქ მარცხნივ იყო გასახსნელი კარები, მინის კარები, ერთი შესასვლელი ბაზარზე, სხვა შესასვლელი იყო როგორც გასაყიდის გარაჟის კარები, სხვა შესასვლელი იყო როგორც გარაჟის კარები. მათ უკან რაღაც ასაფეთქებელის საწინააღმდეგოდ კარები იყო ისეთი მძიმე და ისეთი გაკეთებული, რომ აფეთქებას გაუძლოდა და აფეთქების საწინააღმდეგო კარების მაგვარი ეკიდაო, რომ უძლებს პირდაპირ ატომურ აფეთქებას.
იწონიდა 20,000 ტონას. სიმაღლე ჰქონდა 2 სართულიანი შენობისა, როდესაც ის იღებოდა ძალიან ნელა, მის ზევით ანათებდა ყვითელი შუქი, ისვოდა სირენის ხმა. ის მონიტორზე მიუთითებდა და მკითხა, რას ფიქრობ ამაზე? მე ვკითხე, ის ინტერნეტიდან არის მეთქი? ფოტო ვიგულისხმე. ამ გასახსნელ კარებს ჰქონდა ფანჯარა ჭერიდან იატაკამდე. უზარმაზარი ფანჯარა და დღისით მე ვნახე ეს რუხი უცხოპლანეტელი. მოგვიანებით მე გავიგე მათ ეძახიან დრონებს და ისინი არიან 2 ან 3 ტიპის. დონალდ მარშალი იყო ის ბიჭი, რომელმაც ბევრი იცოდა დაყვებოდა მათზე. მე ავხვდი როგორც ნაკმენი. არ ვიცი, მაგრამ მივხვდი, რომ ის იყო ნამდვილი. იჯდა პირდაპირ ჩემ წინ, მეთაურმა მითხრა, შენ წინამდეგი ხომ არ ხარ? მეთაურმა მითხრა, შენ წინამდეგი ხომ არ ხარ? ის რომ აქ არის. მე ვუპასუხე, არა უშავს, თუ მე მას კარგად დავაკვირდები, შეიძლება ის როგორც ცხოველი, როგორც ძაღლი და შეუძლია მეცეს, მე დიდხანს ვუყურებდი მას თვალებში. მაგრამ მან მითხრა, არა უშავს და ეს გაისმა სადღაც ჩემ თვალში. ტელეპათიურად, მე წინამდეგი არა ვარ. ესე იგი, დერილი ჯეიმსი თავის თავში ფიქრობდა, რომ ახლა ამას რომ დავაკვირდე, როგორ თხოვს, როგორ ძახს, შეიძლება მეცეს მეთქი და ფრთხილად ვაკვირდებოდი და იმ რუხმა ტელეპათიურად გაუგზავნა, რომ წინამდეგი არ იყო, თუ დერილი მას დააკვირდებოდა და ეს გაისმაო თავში. ისინი გავიდნენ ამ ოთახიდან და გავიდნენ კარების მინის კარებში. ასე იყო მომენტამდე მე თემას გადავუხვიე და გადავხდი მოვლენებზე წინ. ამის წინ მე ვიცილებდი ბიჭებს, მე ვაცილებდი ბიჭების, ხო, დერილი ამბობს, რომ მე ახლა თემას გადავუხვიე და ცოტა წინ თემის წინ წავიწიე. ახლა დერილი იხსენებს, რომ აცილებდა ბიჭების კომპანიას Siemens-იდან. მათი ლოგოტიპი არის ლურჯი ფერის თეთრში. ისინი ჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედროებთან. ისინი იყვნენ 3, როდესაც ამ მინის კარებში გადიოდნენ. მათზე დაყენებული იყო სკინის მაძებარი დეტექტორი. და ერთ-ერთმა ინგლისელმა თქვა, მე არ გავალ ამაში და ყველამ გარშემო შემოუარეს. მეც მინდოდა შემოვლა დეტექტორის, მაგრამ ინგლისელმა დაწვა, მითხრა, არა, გაიარე დეტექტორის ქვეშ. მე ვიფიქრე, ეს უბრალოდ რკინის მაძიებელია და გავედი მასში. ისინი მათ შეაკეთეს რაღაც ნასოსი, სახაერო ნასოსი და ამით მორჩა. იმ მომენტისთვის მე ვიყავი 3 დღის მისული და ვფიქრობდი, უცნაურია, მე მხოლოდ 3 დღეა რაც ვარ და ისინი გზავნიან მე მიწისქვეშა ნაწილში. ჩემი წვდომა იყო მხოლოდ გრიფის მიმართებაში, რაც ეხებოდა რადიო ნაწილს. მე არ მქონდა წვდომა მაღალ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე. მე თვითონ საერთოდ უნდა მქონოდა, მე საერთოდ უნდა მყოლოდა გამთხილებელი ვინმე, ვისაც
დასწრება ქონდა ყველაფერთან, ცდომა ქონდა, ვისაც ცდომა ქონდა ყველაფერთან. ეს მომეჩვენა უცნაურად, ამიტომ ეს შემთხვევა რუხ დროთან უცნაური იყო და ეს იყო მე მახსოვს, როგორც კითხე მას ტელეპათიურად შეიძლება შეგეხო მეთქი, მან არაფერი მიპასუხა, უბრალოდ სულ ცდილობდი გამეგო რა ხდებოდა და ფიქრობდი შეიძლება ჩვენ შორის იქნეს რაღაც ფიზიკური კონტაქტი. მე უცებ ვაცნობიერებდი ამას როგორ რეალობას, მე გავიშვირე ხელი იმისთვის რომ შევხებოდი მას, მაგრამ მეთაურმა მითხრა არ შემეხო მისთვის, მე არ შევხებულ ვარ, მე გავიწიე ცოტა უკან, გავიხედე, გამოვიხედე, შევხედე ორივეს და დაცვას, შემდეგ მოვიწყინე და უბრალოდ ავდექი რომ გამევლო და წასვლისას მახსოვს თავი მოვიბწყინე ბარძახზე ისე მაგრად როგორც შემეძლო. ჩალურჯება და მეთაურმა მითხრა შენ გონია ეს დაგესიზრა? არა, უპასუხე მე მინდა მქონდეს რამე რაც გამახსენებს ამ შემთხვევაზე თუ მე წამიშლიან მეხსიერებას. მე ფიქრობდი რომ მეხსიერებას წამიშლიდნენ და ეს იქნებოდა მის გასახსენებლად, მაგრამ მან მითხრა რომ არ მენერვიულა, რადგან მე ყველაფერ მეხსოვებოდა. ჩვენ ისევ დაუბრუნდით კომპიუტერს და მან დაიწყო ბეჭდვა. უცებ მითხრა, ო, შენ ჭკვიანი ყოფილხარ? მართლაც ჭკვიანი? მე ვკითხე, რამდენად ჭკვიანი? 140 თუ 150 IQ-თი? მან მითხრა, მეტია 191 და 95 ვნახე და მან მაჩვენა ეკრანი. კომპიუტერის ეკრანზე იყო გრაფიკი სხვადასხვა ფერის ხაზებიდან, ისინი განლაგებული იყო მარცხნივ და მარჯვნივ. ეს ერთი ხაზი იყო ჩემზე ზევით. ჩემი წარმოადგენდა ცოტა ტალღისებულ ხაზს. ამათ შორის ხაზები ჩემი და სიცარიელე და შემდეგ ისევ ერთი ხაზი ქვევით და თქვენ ქვევით კი თქვა მან ჯგუფია, რომლებთანაც შენ მუშაობ, საზღვაო ფუტკრები. ეს სტროიბატია, სამშენებლო ჯარი და იქ არ არის საჭირო კოეფიციენტი IQ მაღალი კოეფიციენტი კონდეს. შენ რატომ ხარ სამშენებლო ჯგუფში? მე უპასუხე რომ 19 წლის ასაკში მე დამანადაშაულეს მარიხუანის შენახვაში და სხვა გზა არ ქონდა და სამშენებლო ჯარში მოხვდი. ეს აქ ყოფნაზე არ იმოქმედებს და აგრძელებდა ბეჭდვას. შემდეგ კითხა, შენ სხეულზე გააქვს ტატუიროვკები? მე უპასუხე, არა. მან შენიშნა რომ კარგია, თორემ გერმანელებს არ უყვართ ტატუები. კითხე, გერმანელებსო? ხო, გერმანელებსო. ესე იგი გერმანელები გერმანიიდან გამიკვირდა მე, მათი დიდი ნაწილი ზევით არიან. 30-იანი 40-იანი წლებიდან სადღაც ზევით მთვარეზე და მის მიღმა მან არ თქვა კოსმოსში, მაგრამ მთვარეზე და მაღლაო თქვა და რომ ისინი გამოიყურებიან როგორც ჩვენ, საერთოდ იქ ბევრი რამეა შენი თვითონ ნახავ. მე ვკითხე, ისინი იქ რას აკეთებენ? მიპასუხა, არ ვიცითო, ჩვენ მათ ვეკონტაქტებით, როდესაც დიდი ხნის წინ ჩვენ მათ ვეკონტაქტებოდით როდესღაც დიდი ხნის წინ და ჩვენ დავეხმარეთ გარედან მათ განადგურებაში. ჩვენ ისინი ვაიძულეთ მიწის ქვეშ ჩასულიყვნენ და ერთიან პირობით იყო ეს გაკეთებული, რომ
შეძლოდათ აქ ყოფნა, მაგრამ უნდა დარჩენილიყვნენ მიწის ქვეშ, მაგრამ ისინი ნელ-ნელა ბრუნდებოდნენ, ატარებდნენ მიწისქვეშა თამაშს. მან გვითხრა, მაქვს თუ არა ხობი. მან კითხა, მაქვს თუ არა ხობი. რა მნიშვნელობით კითხე მე? მაგალითად, თევზე ასვლა ან რაღაც მაგვარი. მე ვუთხარი, რომ უფროს კლასებში ვიყავი გადაცებული კლასიკური გიტარაზე, კლასიკური გიტარით. მან თქვა, რომ კარგია და ეს შექონდა ფორმაში. წერდა ამას კომპიუტერში. შენ IQ-ს პატრონი, შენი IQ-ს პატრონი მითხრა მან მიაღწევ ოფიცრობამდე. შენ გექნება ბევრი დრო აკეთო ის, რაც გინდა. მე სიმართლე გინდათ, არ ვიცოდი რა ხდება, მაგრამ არ დამიკარგავს რეალობის გზნობა. უბრალოდ რთული იყო დამეჯერებინა ის, რაც ჩვეულებრივად როგორ ჩვეულებრივად ლაპარაკობდა ის კაცი ამაზე. მე ფიქრობდი, ეს მისთვის იყო არაჩვეულებრივი საქმე, მაგრამ მე პირველად შევეჯახე ამას და ნერვიულობდი. მე ვუთხარი, რომ ადამიანებს უნდა მოვუყვეთ ყველაფერი ამაზე. მათ უნდა იცოდნენ ამის შესახებ. რა ხდება? მან დაიწყო ჩემი დამშვიდება და შემომთავაზა გასეირნება. მე ვიცი, ეს იყო პარასკევი. ორშაბათს კი უფროსმა დახმარება მთხოვა უფროსის დამხმარე მოვიდა ჩემთან და მანამდე მექსიკელმა ბიჭუნამ სახელად ორნალდომ, მაგრამ ყველა უძახდა მას ნალდოს, რადგან ის იყო ფანატი ყველაფრისა, რაც ეხებოდა ვარსკვლავურ ომებს, აგრეთვე უყვარდა ყველაფერი გერმანული. მას ჰქონდა კრებული შეღებილი ჯარისკაცებისა, გერმანული ჯარისკაცებისა, მეორე სამამულო ომიდან ბრონეტრანსპორტორები, ტანკები, ვეფხვები, გერმანელებს ხომ ყავდათ ბრონეტრანსპორტორები ვეფხვებს რომ უძახდნენ. მე არ გამოვთქვამდი ჩემ აზრს ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ფიქრობდი, ეს მექსიკელი ბიჭი გადაცებულია ნაცისტური სათამაშოებით. მას ყველგან ჰქონდა დაკიდებული რკინის ჯარები. მართლა უცნაურია და მახსოვს, ერთხელ მოვიდა ჩემი მთავარი უფროსის მეთაური, სუსტი ბიჭი, ულვაშებით, როგორც მოგვიანებით გავიგე, ბაზაზე იყო ბევრი გერმანელი პოზიციებზე ამერიკის საჰაერო ძალებშიც და სამეფო საჰაერო ძალებშიც. ის იყო გერმანელი და ინსპექტორი ოთახის. ჩვენ იქ ვიყავით და მათ დაიწყო ყველა მოდელიდან ახსნა, რომელიც იყო კოლექციაში ორლანდოს ხელში. მან დაასახელა ისინი როგორც სამხედრო ტერმინოლოგიით, თითქმის როგორც ისტორიკოსი. აი, ეს 158 ნომერი და ასე შემდეგ. არ ვიცი, მე როდესაც გავიფიქრე, რა არის ეს უცნაური, ასე რომ ეს ბიჭი ორლანდო უცებ ამბობს, მეუბნება მე, შენ ის ნახე და ეს იყო მეორე დღეს. მე სრულიად დამავიწყდა რუხის შესახებ. არ ვიცი, რატომ დამავიწყდა. შემდეგ ვნახე ჩაშავებული ადგილი და გავიფიქრე, რომ ვნახე ის არსება. ისეთი გზნობა მქონდა, რომ ჩემი ტვინი ამ ინფორმაციას უკვე აგდებდა. ვამტკიცებდი არამეთქი. როგორ დამავიწყდა.
მან მითხრა, გავიგე შენ ჭკვიანი ხარ ჩემ შემდეგ ამ ბაზაზე. შენ რატომ ხარ სამშენებლო ჯარში? მე ვუპასუხე, რომ ეს დაკავშირებულია მარიხუანასთან. ბაზა იყო პატარა. და ჭორებით უცებ ვრცელდებოდა. ორლანდო მითხრა, შენ იცი ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? მე ვუპასუხე, არა მეთქი. მან მიპასუხა, ტარპომი შენზე ჭკვიანია? და ორშაბათს მე შეხვდი უფროს დამხმარეს. ის შემოვიდა ჩემთან ვახტაზე. რაც უცნაურია. თუ ვინმე ოფიცერი გიძახებს შენსკენ, ის არ მოვა იქ, სადაც შენ მუშაობ, მაგრამ ის მოვიდა ჩემთან ვახტაზე. მე ვიცოდი, რომ ის იამაიკიდან იყო. მან გამაცნო მე ბაზა, როდესაც მე მოვედი. მაჩვენა მაღაზია და ასე შემდეგ. და დაიწყო. მე ჯერ ვიფიქრე, რომ რამეში გავეხვიე, რომ მე მელოდება სასჯელი. მე გადავეცი ვახტა და გამოვედი. ის იდგა გარაჟში და მე მელოდებოდა. ის მომესალმა, გამარჯობათ მეთაურო ჯეიმს. მოდით გავიაროთ და ვილაპარაკოთ. მე ვთქვი, დიახ სერ, ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა, სანამ არ მოვცილდით რაღაც მანძილი ბაზიდან, იმ შენობას, სადაც ვიყავით. საუბარი მანამდე ვერ შედგა, სანამ მოშორებით არ გავედით. შემდეგ ზღაპრებით მითხრა, რომ კოეფიციენტი IQ ტვინის განვითარების მაქვს 196, მისტერ ჯეიმს, და ის აგრძელებდა მე მომართვას მისტერად, რაც ფლოტში ნიშნავს პატივისცემას. ოფიცრები ერთმანეთს მიმართავენ მისტერ ან შენ, მიმართავენ მისტერ და გვარით, მაგრამ უმცროსი შემადგენლობა არ ხმარობს მიმართვაში მისტერს. ის კი მე მომართავდა უკვე მისტერად, მისტერ ჯეიმსად, როგორც თითქოს მე ვიყავი ოფიცერი. მან კითხა IQ-ს შესახებ 196 და მე ვუთხარი, რომ ვიყავი 200 IQ-ით, ცოტა ახლოს. 200 IQ-სთან ცოტა ახლოს, მე ცოტა ვითამაშე, ვიხუმრე. მან მიპასუხა, ცოტა არ ყოფნის. მე ვთქვი, თქვენ ამაზე უკეთ უნდა იცოდეთ, სერ. მან კი კითხა, რაც გულისხმობ? ჩვენ კიდევ ვიხუმრეთ IQ-ს 200-ზე. მან კითხა, ვინ მოგიყვათ ამაზე, და მე კინაღამ ენაზე ვიკმინე, რადგან მეგონა უნებლიეთ ორლანდო გავხვიე შაირში, მაგრამ მომიწია თქმა, რომ ამის შესახებ. მან მითხრა, ჩვენ თემა მალევე შევცვალეთ. მან კითხა, მეთაურო ჯეიმს, თქვენ ოდესმე გსმენიათ პროექტზე მზის პატრული? მე ვუპასუხე, არა მეთქი. საიდუმლო პროგრამა სამხედრო-საჰაერო ძალების? მე ვთქვი, არა მეთქი. რა ხდება, მინდა ვიცოდე, სერ. არის პროგრამა 20 და უკან. თქვენ ხელს აწერთ კონტრაქტ 20 წლით, რის შემდეგ გადაგიყვანენ უკან დროში და წაგიშლიან მეხსიერებას. თქვენ გადიხართ ასაკობრივ რეგრესში. იხვიძებ თქვენ ლოგინში, თითქოს არაფერი მოხდარა. მე შემეძლო შემეცვალა იდეა მოგზაურობის დროში, მაგრამ ასაკობრივი რეგრესია მაყენებდა ჩიხში. მე ვთქვი, რომ მიჭირს ამის დაჯერება, სერ. მან თქვა, იმის შემდეგ
თქვენ რაც ნახეთ გიჭირთ ისევ დაჯერება? ის აგრძელებდა თქვენ IQ-თი, თქვენი IQ-თი იქნებით ფრინავი. შემდეგ მკითხა, თუ მქონდა ნანახი სერიალი ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკა. მე ვუთხარი, რომ მათი ხომალდები მასეთია, ის მეუბნებოდა, რომ ჩემნაირი IQ-თი მე გავხდებოდი ფრინავი. მე ვიფიქრე ამაზე. ეს დეტექტორი, რომელშიც მე გავედი, მან დააფიქსირა და გამოიანგარიშა ჩემი IQ. მან აგრეთვე გამოიანგარიშა, რომ მე ვსვამდი ალკოჰოლს რაღაც დრო და ვეწეოდი. ეს ყველაფერი იყო მათთვის ნაცნობი, როდესაც პირველი კლასის მეთაური მონაცემებს კითხულობდა. კიდევ მან თქვა, რომ ტრომბოზი მე არ მქონდა. მათ იცოდნენ ჩემზე ყველაფერი. მე ვკითხე, რატო ასეთი ტექნოლოგიები, რატომ არ იციან მოსახლეობამ, რატომ მოხდა მამაჩემი ფართო იმპაქტით, რომელიც გამოწვეული იყო ტრომბით, რომელიც მოწყდა და გაჭერდა სისხლის დარღვი, არტერია და მოვიდა შეტევა და ის უცებ გარდაიცვალა. მე ვუთხარი, ჩვენ რომ გქონოდა ასეთი ტექნოლოგიები, მისი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა. მან დაიწყო ლაპარაკი მოსახლეობის გაზრდაზე, მის კონტროლზე, მაგრამ მე შევეწინააღმდეგე. ხომ უნდა იყოს ვინმე, ვინც გახდიდა მისაწვდომს ამ ტექნოლოგიების მოსახლეობისთვის. მან მითხრა, მოღალატე გულისხმობო? მე ვიპასუხე, არა, მოღალატეებს არ ასწერ, მაგრამ გულისხმობ ხალხს, ვისაც უნდა ღიად გახადოს ასეთი ტექნოლოგიები. მან თქვა, რომ ასეთი ხალხი არის. მე რომ შემეძლო ასეთ ხალხს შორის ყოფნა, თქვი მე მივიღებდი წინადადებას. მაგრამ მანამდე მან ახსენა ტერასა მარინადა. მას ერქვა შოტლანდიელს. ეს მოხდა 2 წლით ადრე. გარი მაკკინონი, ჰაკერი, რომელმაც გატეხა ამერიკული სამხედრო კომპიუტერული პროგრამა კაცობრიობის მთელ ისტორიაში. ის დაიბადა 1966 წლის 16 თებერვალს. მან 2000 წელს გატეხა NASA-ს საიტი. ხანი წამყვანი. მან ნახა Excel ფაილები და საგადასახადო უწყებები ადამიანებისა, ვინც იყო ნამყოფი კოსმოსში. ჯეიმსი, მან შეამჩნია ქაღალდების დასგა უცხოპლანეტური ოფიცრებისა, მათი რანგები, კოდები, ნომრები, ფოტოები, სიგარეტისებური ხომალდეები თვალეზე. სტარპომი ამბობდა, რომ ყველა ეს საბუთები იყო ორიგინალური, მაგრამ მე არ ვაპირებდი ამის გაკეთებას. იცით, თქვა მან, მისტერ ჯეიმს, მათი ხომალდები სიგრძით 4 კილომეტრი არის. თქვენ, მისტერ ჯეიმსი, იქნებით ფრინავი ხომალდისა, რომლის სიგრძე არის 4 კილომეტრი. გესმით? მან რა თქვა? მან შეეცადა მე მომყიდოს ეს შანსი. მე ვთქვი, რომ თუ წავალ ამაზე იმისთვის, წავალ, რომ ადამიანებს შორის მოხდები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დამეხმარებიან ამ ამის გახსნაში, ამ ინფორმაციის გახსნაში. ეს ტექნოლოგიები ყველასთვის უნდა იყოს მისაწვდომი. მან მიპასუხა, რომ შეეცდებოდა მოხდე
მასეთ ხალხთან ჩვენ ერთმანეთს ჩამოვართვით ხელები, მე მივეცი ღირსება და დავიწყე წასვლა, მაგრამ მან შემაჩერა მე რაღაც კიდევ უნდა გითხრათ მისტერ ჯეიმსი, თქვენთან ერთად იქნება რეპტილოიდი და ის ძალიან დიდია. თარგმნა ტატიანამ რეგინამ.